დღეს ერთად საქორწილო კაბა უნდა ვირჩიოთ. გამომყევით, მივდივართ თამაროში. ჩემი ლუქი მინდა გაჩვენოთ. ყველაფერი. თემუ. ჯერ წავედი რუსთავიდან დიდუბეში, ზიკოც იქ იყო და ერთ-ერთს გამომწერს შევხვდი და თავისი ხელნაკეთი ჩანდა მაჩუქეს. მე ერთად უკვე მივდივართ თამაროში, მოვედით. მე ძალიან აღელვებული ვიყავი, დასტრესილი ვიყავი, ვნერვიულობდი. ზიკო ელეგანტურად რაინაღლება ზიკოს. არაფერი. უბრალოდ ეოდებოდა რომ კაბა ჩავისვა და მოვიდე. ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდათ. ჯერ მკითხეს როგორი კაბა გინდა. მე მოვახსენი რომ ეგეთი რო არ ქონდეს დეკოლტე. მე ჩავიცი კაბები თქვენ უფრო ვურცლად კადრებს ნახავთ თამაროს ოფიციალურ გვერდზე. კაბა ჩავიცვი. ერთ კაბაზე ზიკოს ძალიან ისეთი რეაქცია ჰქონდა, ძალიან ემოციური იყო და ავირჩიე ის კაბა. მაგრამ აქ არ გეტყვით რომელი კაბა ავირჩიე. ყველა ვერ გადავიღე რას ჩავიცვი. იმიტომ რომ მე დაკავებული ვიყავი იცი აქვია ემოციებით და ვერ ვიღებდი. ზიკო იღებდა ხანდახან. რასაყვარელია. ზიკო იღებდა ხანდახან და სრულ ვიდეოს, სრულ მაგას ნახავთ თამაროს გვერდზე ყველა კაბას და არ გეტყვით რომელი ავირჩიე. მინდა რომ სიურპრიზი იყოს. აქ უკვე სალონში მივდივართ, რომ ვილაპარაკოთ რა როგორ გვინდა თმა, როგორ მაკიაჟს გააკეთებენ და ამას ვურცლად ნახავთ თამაროს გვერდზე. იმიტომ არ მინდა ბევრი ვილაპარაკო. მერე თაკომ დაგვპატიჟა ნაყინზე. მაკიაჟს იზრუნეს, საქორწილო კაბაზეც იზრუნეს და ნაყინზეც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავიხადო. ძალიან ემოციებით ვარ და ასევე მაჩუქეს ერთი სიურპრიზ საჩუქარი, რომელიც მაგაზე ვილაპარაკებ ვურცლად შემდეგში. დიდი მადლობა მიყვარხართ თუ აქამდე მიყურეთ. აბა წითელი გული კომენტარებში.